საბაჯიქიას მოსამართლე და სინდისის პატიმრების საქმეების გამხილველი სხვა მოსამართლეებიც, რომლებიც უსამართლო განაჩენებზე არიან პასუხისმგებელი, მალე ევროპაში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ წყარო ინფორმაციას ფორმულას ბრიუსელიდან აწვდის. წყაროს თანახმად ახლა აქტიურად განიხილება მოსამართლეთა სანქცირების საკითხი. ვინაობა არ კონკრეტდება, თუმცა თითქმის დადასტურებული ვარაუდია ნინო გალუსტაშვილზე, სინდისის 11 პატიმრის 21 წლის მათე დევიძისა და გიორგი მინდაძის საქმეების მოსამართლეზე. ზურა პეტროსიანი მოგვიყვება, რა სანქციები ემუქრებათ მოსამართლეებს ევროპიდან. დღევანდელი გადაწყვეტილებაც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაგვაცნო ჩვენმა კოლეგამ, არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დღეს სრულად ეყრდნობა სწორედ სასამართლო სისტემას, ამიტომ ის რომ მოსამართლეები უნდა დასანქცირდნენ, ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება სწორედ ევროკავშირში და წყარო ფორმულას აწვდის ინფორმაციას, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ალბათობით იქნება მიღებული, ყოველ შემთხვევაში არის იმ საკითხთა ჩამონათვალში, რომელიც წინ მაგიდაზე ექნებათ საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრის დროს და მიუხედავად იმისა, რომ სია ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დიდი ალბათობით პირველივე რედაქციაში მოხდება სწორედ ნინო გალუსტაშვილი, რომელიც არის სინდისის პატიმრების ერთ-ერთი მთავარი მოსამართლე და მას ფინანსურ სანქციებთან ერთად ასევე დაუწესდება შეზღუდვები გადაადგილებაზეც. ის რომ ასეთი ტიპის სანქციები არის მნიშვნელოვანი სწორედ რეჟიმის ჩამოსაშლელად, ამას ხატყობს მაგალითები, როდესაც ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მსგავსი ტიპის სანქციები გავრცელა სხვა მოსამართლეებზე, სხვა ქვეყნების მაგალითზე, აქ საუბარი მაქვს ძირითადად რუსეთზე და ბელარუსზე და ამან მნიშვნელოვნად შეარყია სწორედ როგორც ლუკაშენკოს, ასევე პუტინის რეჟიმი და შესაბამისად გადაწყვეტილება საქართველოს შემთხვევაშიც სწორედ ამ მიზნით იქნება მიღებული. მთავარი წინააღმდეგობა ამ შემთხვევაშიც ჩვენ წყაროს ცნობით არის ქართული ოცნების მხარდამჭერი უნგრეთისა და სლოვაკეთის პოზიცია, თუმცა ექსპერტულ წრეებში, როგორც საქართველოში, ასევე ბრიუსელში ამბობენ, რომ ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა იქნება იმაზე უფრო მარტივი, ვიდრე ეს იქნებოდა მაგალითად ქართული ოცნების მაღალი ეშალონების დასანქცირების შემთხვევაში, ვინაიდან დათანხმება უნგრეთისა და სლოვაკეთის იმაზე, რომ მოხდეს მოსამართლეების დასანქცირება, დიდი ალბათობით იქნება უფრო მარტივი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ საქართველოს კონტექსტში მომდევნო კვირას სამშაბათს, როდესაც ბრიუსელში შედგება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ეს არის ასოცირების ხელშეკრულების გადახედვა და ასევე რამდენიმე მოსამართლის სანქცირება. ამის არგუმენტად შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ ორივე საკითხი მოხდა სწორედ წინა განხილვის შემთხვევაშიც, როდესაც 23 ივნისს იყო შეხვედრა, ასევე ბრიუსელში და თუ გავითვალისწინებთ იმ უმკაცრეს რეზოლუციას, რომელიც გუშინ ვიხილეთ, ასევე ევროპარლამენტის მხრიდან და დებატებს, რომელიც წარმართა გუშინ, ცხადი ხდება, რომ მოსამართლეთა სანქცირება არ არის შორეული პერსპექტივა. მაგალითად, მაყურებელს შევახსენებ ერთ-ერთი ევროპარლამენტარის კომენტარს, რომელმაც ღიად თქვა, რომ ის სურვებდა და დარწმუნებულია იმაში, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი უნდა იყოს სანქცირებულთა სიაში და მას უნდა დაუწესდეს როგორც ფინანსური სანქციები, ასევე შეზღუდვა გადაადგილებაზე. ანალოგიური მდგომარეობა იყო მოლდოვაში, თქვენ გახსოვთ და იქ სასამართლომ იმუშავა, სასამართლოს დამოუკიდებლობა მიუკავშირო სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები, რითაც ქვეყანას არიდა თავიდან ეს უმძიმესი მდგომარეობა, რომელსაც ახლა საქართველოს იმყოფება. ამიტომ ვიქნებ, რომ თუ დებატები გაიმართება ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევა არ იქნება რთული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არა მარტო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, არამედ საშუალო დაბალი მოხელეებიც მოხვდნენ სანქცირებულთა სიაში, ვინაიდან მათ უნდა კარგად ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ახლა აძლიერებს სისტემას და რეჟიმს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ ამ კანონების გაგრძელების შემთხვევაში ისინი იქნებიან ევროპის მხრიდან სანქცირებულები. ამ შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევა უფრო მარტივი იქნება და შეიძლება იქ რაღაცა უნგრეთი ან სლოვაკეთი არ დათანხმდეს ივანიშვილის სანქცირებას, მაგრამ დათანხმდეს მოსამართლეების სანქცირებას, ეს ერთი და მეორე, ევროკავშირში კარგად გაიაზრეს, რომ მარტო ზედა ეშელონის დასანქცირება არ შველის საქმეს და შესაბამისად არანაკლები მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულად ის შემსრულებლები დასანქცირდნენ, რომლის ხელითაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი ცდილობს რეპრესიების გატარებას. თუ კი ეს მასიურად საშუალო რგოლზე გავრცელდება, ხელისუფლებას მოუწევს საშუალო რგოლიდან დიდი რაოდენობით ადამიანების გაშვება, რაც სიმყარეს, ასე ვთქვათ, მოურყევს რეჟიმს და რეჟიმის ვერტიკალს. არავის არ რჩება ყურადღების მიღმა,
თუ რა როლი აქვს დღეს სასამართლო სისტემას საქართველოში პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში. ამდენად თუ ის რა ინფორმაციაც გავრცელდა მედიაში, აი ამის შესახებ იქნება დაუშვათ გადაწყვეტილება მიღებული სანქციებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პერსონალურად პირველ რიგში ეს მოსამართლისთვის არის ძალიან ცუდი. პროფესიულად მოსამართლისთვის არის ცუდი, იმიტომ რომ ამაზე უარესი რა შეიძლება დაემართოს, მით უმეტეს ახალბედა მოსამართლეს არის ძნელად წარმოსადგენი. მოსამართლეთა დასანქცირება, რომ ქართული ოცნების რეჟიმს მნიშვნელოვნად შეარყებს, ეს ცხადია და ამის არგუმენტად ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ ის, რომ როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ქართული ოცნების წევრების დასანქცირება, ამას წინ უძღოდა სწორედ 4 მოსამართლის სანქცირება, იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ესმით, რომ სასამართლო სისტემის მიტაცების გარეშე შეუძლებელია ივანიშვილის რეჟიმის შენარჩუნება და ამაზე დგას სწორედ ოლიგარქის ძალაუფლება, რაც შეეხება ევროპულ სანქციებს და აღინიშნოს, რომ აქ საუბარი არის ევროპული ეგრეთ წოდებული მაგნიცკის აქტის გაფართოებაზე, რაზეც მსჯელობა ასევე შედგა და 13-მა ქვეყანამ ამ აქტის გაფართოებას მხარი უკვე დაუჭირა. ქართულმა მხარემ კი ვიცით, რომ თავის დროზე 2020 წელს შეუერთდა მაგნიცკის სიის გაფართოებას, თუმცა მას შემდეგ მან უარი თქვა, რომ მხარი დაეჭირა ამ აქტის გაფართოებაზე, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენ ვიხილავთ უკვე გაფართოებულ სიას, რომელშიც რუს და ბელარუს მოსამართლეებთან ერთად ასევე მოხვდებიან ქართველი მოსამართლეებიც და როგორც წყარო გვეუბნება, პირველივე რედაქციაში მათ შორის დიდი ვარაუდით იქნება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილიც.